ტაკერ კარლსონმა ეხლა ბენ შაპიროზე ნერვული კრიზისი გადაიტანა. პირდაპირ, ნერვული ჩავარდნა, სადაც ბენზე ყველაზე სასიამოვნო რაღაცებს ამტკიცებს და ამაზე ვისაუბრებთ. მაგრამ ამ ორს შორის დრამა დიდი ხანია გრძელდება. ეს დიდი ხანია, უკვე დიდი ხანია, რაც ამ ყველაფერს უნდა მივხედოთ, რადგან ბევრ შემთხვევაში ეს მეტაფორაა იმისთვისაც ამერიკაში ხდება. ერთი მხარეს არის გიჟი ტაკერის მემარჯვენე ჯგუფი, რომელიც ცდილობს ამერიკის განადგურებას, ებას, მის დემორალიზებას, ყველაფერზე ლაპარაკობს, თითქოს ყველაფერი ყველაზე ცუდადაა. და მეორე მხარეს არის ბენ შაპიროსნაირი ადამიანები, რომლებიც ყოველთვის მყარად იდგნენ თავის ღირებულებებზე და არასდროს გადაუხვევია მათგან. ეს ორი არასდროს ყოფილა მეგობრები. ანუ, ყველა ამაზე ლაპარაკობს. ბენიც ლაპარაკობს ამაზე. ფსამაზე. კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან კარგად იციან, ამ ორს შორის კარგი ურთიერთობა არასდროს ქონიათ, მაგრამ ეხლა ეს ყველაფერი ახალ დონეზე გადავიდა. უბრალოდ თავად უყურეთ ამას. რას ფიქრობთ ამაზე? შეიძლება ბოლო რაც მათ სჭირდებათ არის ლექციების მოსმენა იმ ადამიანებისგან, რომლებიც აშკარად დაუმსახურებელი პრივილეგიით სარგებლობენ. მაგალითად ბენ შაპირო, რომელიც როგორღაც ჰარვარდის იურიდიულ სკოლაში მოხვდა საშუალო ინტელექტის მიუხედავად. როგორ მოახერხა ეს? ეს არასდროს უკითხავთ. ესეთ ადამიანებს საერთოდ არ აქვთ უფლება, რომ ამერიკის დანარჩენ ახალგაზრდებს ჭკუა ასწავლონ. იმაზე უნდა იწუწუნონ თუ არა თავიანთ აშკარად გაუარესებულ ცხოვრების დონეზე და მომავალ პერსპექტივებს. მათ საერთოდ არ აქვთ ამის უფლება, მაგრამ მაინც აკეთებენ ამას. გულისხმობ იმას, რომ ტაკერ კარლსონმა სინამდვილეში განაცხადა, რომ ბენ შაპიროს დაბალი ინტელექტი აქვს, კიდევ ერთხელ ამტკიცებს ერთ-ერთ ჩვენს დიდ რწმენას აქ, წერილების განყოფილებაში, რაც არის, თუ ვინმე ერთხელ მოგატყუებს, იცით რომ შეიძლება ყველაფერზე გატყუებდნენ. გულისხმობ ბენ შაპიროს, ბევრ რამე შეიძლება მოიხსენიო, მაგრამ საშუალო ინტელექტი ნამდვილად არ არის ერთ-ერთი მათგანი. შეგიძლია არ დაეთანხმო მის ყველა ამ მოსაზრებას. შეგიძლია ბევრ რამეში გაადრიტიკო, მაგრამ სულელად დაბალი ინტელექტი. გულისხმობ ტაკერისთვის უბრალოდ შეუფერებელია ასეთი სულელური და აშკარად გაღიზიანებული და უფიქრებელი არგუმენტის მოფიქრება ბენ შაპიროს წინააღმდეგ. და ის აქ ამბობს, რომ ბენ შაპიროს არ აქვს უფლება ახალგაზრდებთან ისაუბროს. და მათთვის ვინც არ იცის, აქ გარკვეული ფონი არსებობს ამ ყველაფრისთვის. გარდა იმისა, რომ ტაკერი, ბენი ყოველთვის ონლაინ კამათობენ და ერთმანეთს აკრიტიკებენ და ასე შემდეგ, ბენმა ცოტა ხნის წინ ისაუბრა ცხოვრების ხარჯების ზრდაზე და თქვა, რომ ახალგაზრდა ამერიკელებმა უნდა ისწავლონ, როგორ შეძლონ ამამის გადახდა, რომ იცხოვრონ ამერიკაში. რადგან ეკონომიკა არასდროს ყოფილა თქვენთვის უკეთესი ამის გასაკეთებლად. და ტაკერი ამბობს, ბოდიში, შენ უბრალოდ არ გესმის ამერიკელების ტკივილი. და ეხლა უნდა გახსოვდეს, თუ შეხედავ იმ ადამიანების კონტექსტს, რომლებმაც ძალიან ბევრი იშრომეს, რომ ახალგაზრდები გაეძლიერებინათ და პოზიტიური ცვლილებები შეეტანათ ამერიკაში. მაგალითად ბენ შაპირო, რომელმაც შეცვალა გარემო, როდესაც Daily Wire-ი წამოიწყო და კონსერვატიული მედია წინა პლანზე წამოაყენა მაშინ, როცა მას აუქმებდნენ ყველა მხრიდან. და შემდეგ ტაკერ კარლსონი, რომელიც შარიათის კანონის მხარდამჭერია, რომელიც ლაპარაკობს როგორ უყვარს ეს ყველაფერი, რომელიც მუდმივად საუბრობს, როგორი საოცარია რუსეთი, რომელიც მოყავს უცნაური მატყუარა ადამიანები და აძლევს მათ პლატფორმას და ასე შემდეგ. ანუ და დემორალიზებას უკეთებს თავის აუდიტორიას. გახსოვთ მისი დიდი 10 საფეხურიანი გეგმა ამერიკის გადასარჩენად. ყველას ეგონა რომ ახალ პარტიას შექმნიდა, მაგრამ ეს უბრალოდ იყო ბუნდოვანი სიტყვები, რომლებიც არაფერს ამბობდა. ეხლა უკვე ნიკ ფუენტესიც კი აღიარებს, რომ ტაკერ კარლსონი გიჟია. და რომ ბენ შაპირო ამ ყველაფერში მართალია. და კიდევ ერთხელ, იდერდებთ ჩვენ, კიდევ ბევრი ვიდეო მასალა გვაქვს, რადგან ეს მხოლოდ ძალიან რთული ურთიერთობის დასაწყისია. მაგრამ როგორც ყოველთვის, ნიკ ფუენტესი გასართობია, გიჟი, საშიში, შეშლილი, იდეოლოგიურად არასწორი, მაგრამ სასაცილო. და ამჯერად შეიძლება რაღაც მართალი კონდეს იმაში, რასაც ამბობს. ბიჭო, ნიკ ფუენტესი ეხლა ცხადია, ბევრ საკითხში ბენ შაპიროს არ ვეთანხმებით, მაგრამ ვფიქრობ ბენ შაპირო ბევრ კონსერვატორს წარმოადგენს. და ბევრი კონსერვატორია, რომელსაც ჯერ კიდევ მოსწონს ტრამპი. და ბევრი კონსერვატორია, რომელიც ჯერ კიდევ თავისუფალ ბაზარს უჯერებს და ჯერ კიდევ სჯერა ამ ყველაფრის. და ტრადიციულ კონსერვატორებს ეს პლატფორმა საერთოდ არ მოეწონებათ. ამიტომ რაც უნდა ითქვას, ეს პლატფორმა მემარჯვენე ბაზას არ აკმაყოფილებს. რაც არ უნდა თქვათ, მე უნდა თქვათ მემარჯვენე ხალხზე. როცა ის ამ პლატფორმაზე საუბრობს, გულისხმობს ტაკერ კარლსონის მოძრაობას, რომელიც ცდილობს ახალი ამერიკის შექმნას. ეს ფიუჟნისტური პლატფორმა კონსერვატორებს არ იზიდავს, არც მაგას მხარდამჭერებს იზიდავს. ეს იზიდავს ესეთ მცირე ჯგუფს, მაგალითად დეივ სმითს. ესეთ ადამიანებს იზიდავს, იცი? და მე მომწონს დეივი, მაგრამ ეს დიდი ელექტორატი არ არის. დაბალი ინტელექტის მემარჯვენეები, რომლებიც შარიათის კანონის, ყატარის, ისლამისტური ქაოსის, რუსეთისა და ჩინეთის ნარატივს ატევდნენ, რაც მათ ძალით მოახვიეს თავზე. იცით იგივე რამ, რაც მემარცხენეებსაც ძალით მოახვიეს თავზე. სანამ ისინი ასე გაგიჟდებოდნენ, ტრანსების მხარდამჭერები გახდებოდნენ და ყველა ის სიგიჟე არ დაიწყებოდა, რაც იქ ხდება. ეს იგივეა ამ გიჟური დაბალი ინტელექტის მემარჯვენეებთანაც, ხო ესეა, დაბალი ინტელექტის მემარცხენეებიც არიან და დაბალი ინტელექტის მემარჯვენეებიც. და ორივე ერთსა და იმავე რამემ როგორღაც მანიპულაცია
გაუკეთა. და ეს არც მემარცხენეების გადმობირებას ახერხებს. ეს ვერ გადმოიბირებს ვერც ერთ მემარცხენეს, ვინც BLM-ს უჭერს მხარს. ეს ვერ გადმოიბირებს ვერც ერთ მემარცხენეს. კარგი. ასე რომ ძირითადად ნიკი განაგრძობს საუბარს იმაზე თუ როგორ არ ესაუბრება ტრამპი და ტაკერ კარლსონი ხალხს. რადგან ისინი ხალხს არ ესაუბრებიან. და მათი მაყურებლების უმეტესობა ამ ეტაპზე ალბათ ისლამისტების ხარდამჭერები და მიგრანტები არიან, რომლებიც აღფრთოვანებულები არიან იმით, რომ ვიღაცა ამერიკაში კიდევ უფრო მეტ ქაოსს ქმნის. მაგრამ აი რა არის მთავარი? ეს უკვე დიდი ხანია გრძელდება, როგორც თქვით. ეხლა რაც მე ძალიან საინტერესო მგონია ამაში არის ის, რომ თუ განაგრძობთ ტაკერ კარლსონის ვიდეოების ყურებას და ბენ შაპიროს სახელს ტაკერით ჩაანაცვლებთ, თქვენ უბრალოდ გაიგონებთ როგორ არის ის გაღიზიანებული იმ ყველაფრით, რასაც თვითონვე აკეთებს. ის ბენ შაპიროს გატიტულს უწოდებს. თვითონ არის ადამიანი, რომელიც იღებს ფულს უცხოეთიდან და ასე შემდეგ, ყველა იმ რაღაცას, რასაც ვიცით, რომ ტაკერი აკეთებს, და აშკარად ტაკერი ყატარიდან იღებს ფულს. ანუ მე მგონია, რომ ამას გარკვეულ მომენტებში თავადაც აღიარა, სუმცირე, აღიარა, რომ იქ სახლები იყი და ის ძალიან ახლოს არის მათთან და ასე შემდეგ. უბრალოდ უყურეთ, როგორ ბრაზდება ის ბენ შაპიროზე ყოველთვის. და შემდეგ ვნახავთ, როგორ ამხელს ბენ შაპირო ტაკერს იმ ყველაფრისთვის, რასაც ის ამერიკას აპენებს ზიანს და რასაც უმეტესობა ხალხისა ეშინო და ეთქვა. ირანის მარიონეტი ვარო. მე ეპისკოპალიელი ვარ, შიიტი არ ვარ. ატარიკი მსოფლიოში ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა. ყველაზე დიდი ამერიკული სახაერო ბაზა ახლო აღმოსავლეთში ხატარშია. ისინი ჩვენი ახლო მოკავშირეები არიან. მიყვარს როგორ ამბობენ აქ. კი, უნდა დაუჭიროთ მხარი, რადგან ისინი ჩვენი ახლო მოკავშირეები არიან. ანუ ეს არასწორი იყო. მოულოდნელად თითქოს შენ ხატარის ფულს იღებ, მე არასდროს ამიღია დოლარი. არასდროს ამიღია დოლარი არც ერთი მთავრობისგან. ანუ ხუმრობთ და ესენი არიან ადამიანები, რომლებიც უცხო ქვეყნის მთავრობის სახელით მოქმედებენ და მე მეუბნებიან, რომ არაპატრიოტი ვარ. სტილობ ძალიან არ გავბრაზდე ამაზე. მაგრამ რთულია, რადგან ხედავ ამ ადამიანებს, იცი, ბენ შაპიროს, ანამ მეკთამეებს, რომლებიც გამოდიან და პირადად გესმიან თავს. იმიტომ რომ როცა გაქვს, ამ კვირასაც კი გესმონდნენ თავს. მაგრამ რაც ყველაზე გამაღიზიანებელია, ესაა ის, რომ ორ კვირაში 56 წლის ხვდები. ასე რომ ეს ყველაფერი მინახავს. ერახში ვიყავი. ანუ მე არ ვარ. კარგი, ძალიან დამღლელი ხარ. არავინ მართლა არავის უნდა შენი მოსმენა. ეკონომიკაც ამის ნაწილია. ასე რომ ყველაზე მდიდარი ადამიანები ყოველთვის ყველაზე დიდ გავლენას ახდენენ. ვის აჯილდოებს შენი ეკონომიკური სისტემა? ვინ ხდება ყველაზე მდიდარი? და მე შევნიშნე, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, მაგრამ ძალიან ცოტაა. ადამიანები, ვინც ჩვენ საზოგადოებაში ყველაზე მდიდრები ხდებიან, ისინი არიან, ვინც საერთოდ არაფერი შეუქმნიათ. მოძებნები ან უბრალოდ პარაზიტები არიან სხვის საქმიანობაზე. და მათ ნამდვილად არაფერი გაუკეთებიათ ცივილიზაციის გასაუმჯობესებლად. ეს უბრალოდ თანდაკოლილი ნაკლია. და ჩვენ ვერ გაუმჯობესდებით, სანამ ამას არ გამოვასწორებთ. ვერ იცხოვრებ ქვეყანაში, სადაც ბილ აკმანი, რომელიც მილიარდებს შოულობს პროდუქტიული კომპანიების წინააღმდეგ ფსონის დადებით, მოკლე გაყიდვებით. ეს ადამიანი მილიარდებს შოულობს. ეს არც კი არის ბილ აკმანის წინააღმდეგ, მაგრამ ვიღაცა, ვისაც საშუალო ინტელექტი აქვს, არანაირი კრეატიულობა, მტაცებლური ინსტინქტები და არანაირი სირცხვილი. თუ ეს ადამიანი საბოლოოდ მილიარდებს შოულობს, იცი, თავიდან უნდა დაიწყო. და არ მაინტერესებს, რასაც დაარქმევ. შენ სოციალისტი ხარ. ეს უბრალოდ ძალიან დამღლელია. სოციალისტი. კარგი, არ მაინტერესებს, რასაც დაარქმევ და რაც არ უნდა იყოს. ნიშნულობა არ აქვს, რაც დაარქმევ. ეს რელიგია არ არის. ეს ეკონომიკური სისტემა. ეს ძალიან დამღლელია და როგორც ალიაკობი ამბობს, რატო უარს ამბობს ტაკერ კარლსონი ბენ შაპიროსთან დებატზე. ბენ შაპირო ამერიკას გაჩუმდი და ჭამე. შენი ორეოს პური, ბრინჯის ბურიტოები, გან იმაზე მეტი ვიდრე იმსახურებ. კარგი, ეს რეალური ტვიტია ტაკერ კარლსონისგან. მაგრამ კიდევ ერთხელ, გახსოვდეთ, რამდენად საშიშია ტაკერ კარლსონი, ხომ ასეა? მოусმინეთ ამას. ტყუილები იმის შესახებ თუ რა საშინლად უჭერთ ჩვენს ბავშვებს. თითქოს მათზე უარესი არავის აქვს და თითქოს არაფერ შეუძლია მათი პრობლემების გადაწყვეტა და მათ არ აქვს პასუხისგებლობა. რეალური სიმართლე კი ისაა, რომ თქვენი პრობლემების უმეტესობა თქვენს ხელშია და შეგიძლიათ თავად მოაგვაროთ. მეორეც, თავისუფლება, რადგან თავრობა, რომელიც საკმარისად დიდია იმისთვის, რომ თავისი ნება მოგახვიოს თორების ყველა ასპექტში, ასევე საკმარისად დიდია იმისთვის, რომ გაანადგუროს შენი ყველა თავისუფლება, უფლება და დიახ, შენი სათნოებებიც. ჩვენ გვაქვს, რადგან ღმერთის ხატად ვართ შექმნილნი, კერძო საკუთრების უფლება. გვაქვს სიტყვის თავისუფლება. გვაქვს რელიგიური თავისუფლება და გვაქვს იარაღის ფლობის უფლება. ფედერალურ მთავრობას არ აქვს შესაძლებლობა ან უფლება, რომ აქ შენთვის გადაწყვიტოს. შენი არჩევანი მნიშვნელოვანია. და თუ სწორად გამოიყენებ ამ უფლებებს, ისინი სამყაროს უკეთეს გახდიან, რადგან შენ უკეთ იცი რა სჭირდება შენს ოჯახს, ვიდრე იმ ხალხმა. და ბოლოს, ძალა. რადგან ჩვენ უპირისპირდებით მტრებს, რომლებიც ზულთ ჩვენი მსოფლმხედველობა. მართალია. ასე რომ, აქ ის საუბრობს ტაკერ კარლსონის ყველა საკითხზე. გაჩერდი აქ. რეალურად რაზე ლაპარაკობს? სერიოზულად, რა არის ნამდვილი რამ? და ვინ არის შეერთებული შტატების პრეზიდენტი? ვის სახელს არ ახსენებს? რაღაცა მიზეზით ის ასე ექცევა შეერთებული შტატების პრეზიდენტს. თითქოს ის ვოლდემორტია. თუ მის სახელს დაასახელებს გამოჩნდება, მაგრამ ყველაფერი რასაც ის აქ ამბობს არის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დაგმობა. უბრალოდ ეს ძალიან ნათლად გაიგეთ. როცა ამბობს რომ ხალხი ირანის დაბომბვით არის გადატანილი ყურადღება, ვინ დაბომბა ირანი? შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. როცა ამბობს რომ ბიჭების გოგოების სპორტიდან გამოყვანა არის ყურადღების გადატანა, ეს არ არის ყურადღების გადატანა, ეს არის მთავარი საკითხი შეერთებულ შტატებში, რადგან ჩვენ დავასრულეთ ტრანსაფრთხე, რომელიც სიმართლესა და რეალობას ემუქრებს. როცა ამას ამბობს, ვინ გააკეთა ეს? ეს იყო დონალდ ჯეი ტრამპი. და შემდეგ ამბობს რომ ის აპეტაიზერებს აწვის. მას უნდა ქვენა, ზვაგანასაც ხალხს ტროტუარებზე არ ძინავს. რაც სხვათა შორის ჩვეულებრივი ადგილობრივი და შტატის საკითხია, სადაც ხალხი ნარკოტიკებზე არ იგუბება. და შემდეგ ამბობს, რატომ ვერ აჩერებთ ამას? თქვენ ხომ გაქვთ აშშ-შ სამხედრო ძალა? კან არ ყავთ
SEAL Team 6. მე მაქვს კითხვა. ტაკერი მხარს უჭერს SEAL Team 6-ის გამოყენებას მექსიკური ნარკოკარტელების წინააღმდეგ. მე კი გადმოვთვლად უჭერ მხარს. ასე რომ სულ შევიცოდეთ ტაკერი მხარს უჭერს თუ არა ინტერვენციულ კონფლიქტს მექსიკაში. რათა გაანადგურონ მექსიკური ნარკოკარტელები. მართლა? ანუ ასეა? თუ ასეა, ალბათ უნდა დააკონკრეტოს. მაგრამ შეამჩნიეთ, რომ არასდროს არსებობს გამოსავალი. ის არც კი იწევს ვინმეს, რომ ამ პრობლემებზე ისაუბროს მის გადაცემაში. ის არასდროს საუბრობს, როგორ უნდა გადაუჭრათ ეს პრობლემები. ამიტომაც ვამბობ, რომ ეს დემორალიზაციაზეა. ეს იმაზეა, რომ თავისუფლად გავზნობინოს ქვეყანასთან დაკავშირებით, რადგან ტაკერ კარლსონისგან არასდროს მოდის გამოსავალი. ეს მაინც ზორამ რამდანის უნდა დაუფასო, რომელიც ჩემი აზრით ამერიკის პოლიტიკური ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ადამიანია. მისი გამოსავლები აბსოლუტურად უსარგებლო ნაგავია, მაგრამ მაინც რაღაცას თავაზობს. ტაკერი კი გამოდის და საერთოდ არ თავაზობს გამოსავალს. ამის ნაცვლად ტაკერი გამოდის და ამტკიცებს, რომ ყველაფერი არასწორადაა ამ სოფლიოში. ყველა გამარჯვება სინამდვილეში მხოლოდ შესავალია, ან სულაც აგებაა. სინამდვილეში ამბობს ის, ელიტები ირანს ეკანებენ ყურადღების გადასატანად, სანამ ჩვენს პულს იპარავენ. ვინ? ერთი კითხვი კითხვა მაქვს. ვინ დაბომბა ირანი? რატომ ვერ ამბობ მის სახელს? თქვი, გამბედაობა გიყოს. სამჯერ გიბედავ. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დააჭირა სასხვეც ირანზე თავდასხმისას, რაც ყველაზე წარმატებული ერთჯერადი საგარეო პოლიტიკის ნაბიჯი იყო. ხო ასე, აი ესე. ის უბრალოდ ცდილობს დაამტკიცოს და ისევ აქ ის აპირებს ისაუბროს თუ როგორ თulis რომ ტაკერ კარლსონმა გაანადგურა და უღალატა მაგას. დარწმუნებული ვარ, ნახეთ tweet-ი, რომელიც მამ გამოაქვეყნეს. დარწმუნებული ვარ, ნახეთ tweet-ი, რომელიც მათ გამოაქვეყნეს. მგონი მარჯორი ტეილორ გრიმმა პირველმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ისინი მეინის სახლში არიან. და მგონი ეს ჯო კენტი იყო. Thomas Massey, Joe Kenty, MTG და მათი ტაკერი, სწორია. და მე ტაკერმა თქვა, რომ მაგას უღალატეს. ჩვენ ყველას. დროა ახალი გზა ვიპოვოთ. მეტი ხვალ საღამოს, 6 საათზე. რას ფიქრობ? ტაკერისგან შემდეგ რას ვიხილოთ? ის პოლიტიკურ მე პარტიას ვფიქრობ, ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის სრულმასშტაბიან პოლიტიკურ პარტიას შექმნის. რადგან კიდევ ერთხელ ბენის მთელი თეორია ისაა, რომ ტაკერ კარლსონს რეალურად არ აინტერესებს გამოსავლები. მას უბრალოდ ხალხის დემორალიზება უნდა. მიზეზი რის გამოც ვფიქრობ, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა, ისაა, რომ ამას სჭირდება გარკვეული დრო და ძალისხმევა, რასაც არ მგონია, რომ ტაკერი მზადაა დაუთმოს. და მესამე ძალის პარტიებს საკმაოდ ნეგატიური ისტორია აქვს ქვეყანაში არჩევნებში წარმატების თვალსაზრისით. ანუ ალბათ ის რაღაცას დამოიწყო. იცი ვფიქრობ, ეს ძალიან და ვფიქრობ, ეს უკიდურესად ხო, როგორც ჩანს, ამბობენ, რომ იქ წავიდნენ, რომ დაერწმუნებინათ კენჭი ეყარა, რადგან ფიქრობენ, რომ ეს JD უნდა ყოფილიყო. და ეხლა აღარ ენდობიან JD-ს, რადგან ფიქრობენ, რომ JD ირანის გულისხმობ პირველში თუ ეს ასეა. ეს თუ JD Vance-ის ჯილდოა ტაკერ კარლსონისადმი მთელი მისი ერთგულებისთვის, ეს მართლაც გასაოცარი იქნებოდა. გულისხმობ. გულისხმობ, ფაქტია, ვიცე-პრეზიდენტს აშკარად ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს ტაკერ კარლსონთან. ეს მისი პრეროგატივაა. მისი შვილი ადრე მასთან მუშაობდა, ხო ასე? ხო, ბეკლი მის ოფისში მუშაობდა. მე არაფერი მაქვს ბეკლის წინააღმდეგ, მსმენია, რომ კარგი ბიჭია. ხო, ეს ურთიერთობა აშკარად საკმაოდ ახლოა. ძალიან გამიკვირდება თუ ტაკერი მოდრიალდება და JD-ის ზურგში დანას ჩაარტყამს. ვფიქრობ ეს უცნაური იქნებოდა. როცა ფეხსაც მის შექმნა დავიწყეთ, ხო ასეა? აი ეს არის, რომ ის გეგმავს მის ღალატს და ასე შემდეგ. ნახეთ, ტაკერისა და ბენის დაპირისპირება ძალიან მარტივია გასაგებად, როცა მიხვდებით, რომ მათ შორის მეგობრობა არ არსებობს. ძალიან ბევრი ვიდეო მასალაა, სადაც ხალხი ამაზე საუბრობს. დღის ბოლოს ეს ძალიან ნათელია. ადამიანი, რომელიც რეალურად ცდილობს სიკეთის გაკეთებას და რომელიც თავის ვიდეოებში თანმიმდევრული დარჩა, ვიდეოებისადმი, თავისი შეხედულებებისადმი და ადამიანი, რომელიც უბრალოდ იქაა იმისთვის, რომ ხალხი გააბრაზოს და გააღიზიანოს და ტყუილები გაავრცელოს და რომელიც ისეთ ითვლდება სახეზე, რომ ვეღარ იკავებს თავს და ისეთ სულელურ რაღაცებს ამტკიცებს, როგორიც არის, რომ მისი ოპონენტები ყველა დაბალი ინტელექტის არიან. ანუ კარგი რა, როგორც არ უნდა იყოს. აი ესე. ეს უბრალოდ დაპირისპირების ნაწილია. ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ დაიწყო, ყველაფერი უფრო და უფრო რთულდება და ვნახავთ, როგორ განვითარდება ეს ყველაფერი. მაგრამ მე მჯერა, რომ ბენ შაპირო ეხლა ხვდება, რომ მემარჯვენეების გადარჩენისთვის ბრძოლა არის ბრძოლა ამ სიგიჟის წინააღმდეგ, ექსტრემისტული ჯგუფის წინააღმდეგ, რომლებიც სინამდვილეში ანტიამერიკელები არიან, შარიათის კანონის მხარდამჭერები, ყველაფერი არასწორს ემხრობიან და ცდილობენ პარტიის ხელში ჩაგდებას. და არ მგონია, რომ ეს სიტუაცია მალე დამშვიდეს. მადლობა ყურადღებისთვის ამ საკითხზე.